ირანი გაგიჟდა, როცა შეერთებული შტატების სამხედროები ავიდნენ გემზე, რომელიც მის ეგრეთ წოდებული მოჩვენებით ფლოტს ეკუთვნის ინდოეთის ოკეანეში გადაღებული ოპერაციის დროს. მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ამკაცრებს ბლოკადას კონტრაბანდული ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც რეჟიმს ამარაგებს და ჩინეთამდეც აღწევს. პარასკევს 2026 წლის 5 ივნისს MT და ვინაზე განხორციელებული ჩარევა აჩვენებს, რომ ვაშინგტონი მხოლოდ სანქციებზე საუბარს არ კმაყოფილდება. ის გზაზე, რომელსაც თეირანი იყენებს ფულის შემოსაღებად სანქციების მიუხედავად, უკვე აგზავნის ჯარს, ვერტმფრენს და ახორციელებს რეალურ ზეწოლას. სანქცირებული გემი მძიმე გზავნილის სიმბოლოდ იქცა. რა გადაჰქონდა ამ გემს? რატომ ერთვება ჩინეთი ამ ამბავში? როგორ გაამკაცრებს დონალდ ტრამპი კიდევ უფრო ბლოკადას? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაკვეთნებთ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა საზღვაო შეჩერების ოპერაცია განახორციელეს გემ MT და ვინას წინააღმდეგ. სანქცირებული და აღიარებული დროშის გარეშე ხომალდი ინდოეთის ოკეანეში, ინდოწყნარი ოკეანის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში იქნა აღმოჩენილი. ოპერაცია ამერიკელმა ხელისუფლებამ გაავრცელა როგორც გლობალური კონტროლის ნაწილი იმ გემების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანისთვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევაში ადანაშაულებენ. კადრებში ვხედავთ, როგორ უახლოვდებიან ვერტმფრენები, ჯარისკაცები თოკებით ეშვებიან და ჯგუფი გემის გემბანზე წინ მიიწევს. ეს ჩვეულებრივი ვიზიტი არ ყოფილა. ეს იყო სამხედრო ოპერაცია თეირანის არალეგალური ნავთობის მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის წინააღმდეგ. MT და ვინა ამ კრიზისში შემთხვევით არ ჩნდება. გემი უკვე ასაშეშის სანქციების ქვეშ იყო 2024 წლის ოქტომბრიდან ირანის ნავთობის ვაჭრობასთან კავშირის გამო. ის ასევე ასოცირებულია სახელ ლენორესთან და კალბი დროშის ჩანაწერებთან, რაც მანევრია, რომელსაც იყენებენ გემები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ თვალთვალს, კონტროლს და ეკონომიკურ სანქციებს. ეს არის ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი ფლოტი, ნავთობტანკერების ფიქტიური კომპანიებისა და არეულ-დარეული მარშრუტების ქსელი, რომელიც ირანის რეჟიმს საშუალებას აძლევს გაყიდოს ნავთობი მაშინაც კი, როცა ვაშინგტონი ცდილობს ფულის წყარო გადაუკეტოს. ტვირთი ამ შემთხვევას კიდევ უფრო სენსიტიურს ხდის. საერთაშორისო მედია საშუალებების მიერ მოყვანილი საზღვაო თვალთვალის მონაცემები მიუთითებდა, რომ სუპერნავთობტანკერს შეეძლო 2 მილიონ ტონამდე ტვირთის გადატანა. ირანული ნავთობტანკერი თითქმის სავსე იყო, როდესაც ის შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან აღმოაჩინეს. სწორედ აქ იძენს ოპერაცია პოლიტიკურ მნიშვნელობას. თუ გემი ირანულ ნავთობთან იყო დაკავშირებული და ჩინეთის მომარაგების ლოგიკას მიხვებოდა, ეს ნაბიჯი მხოლოდ თეირანს არ ეხებოდა. ეს ასევე ეხება პეკინს, რომელიც ამ ნავთობის ალტერნატიული გზებით გაყიდვის მთავარი დანიშნულებაა. დონალდ ტრამპი ამ საზღვაო ზეწოლას იყენებს, რათა ირანს ფინანსური ჟანგბადი მოუსპოს. რეჟიმს ნავთობი სჭირდება თავისი სამხედრო მანქანის შესანარჩუნებლად, მოკავშირეების დასაფინანსებლად, რეგიონული გავლენის შესანარჩუნებლად და სანქციების წინააღმდეგ გასაძლებად. როცა შეერთებული შტატები სანქცირებულ გემზე ადის ინდოეთის ოკეანის შუაგულში, შეტყობინება მიეწოდება იმ კომპანიებს, რომლებიც ტვირთის წარმოშობას მალავენ, იმ მყიდველებს, რომლებიც საეჭვო დოკუმენტაციას იღებენ და იმ მთავრობებს, რომლებიც თვალს ხუჭავენ ამ სქემის მუშაობაზე. თეირანმა პასუხი სცადა ძალის დემონსტრირებით. ირანის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ომანის ყურეში ამერიკულ სამხედრო გემებზე გაფრთხილების მიზნით რაკეტები და დრონები გაუშვეს. მათ შეერთებული შტატები დაადანაშაულეს საზღვაო მოძრაობაში ჩარევასა და კომერციულ გემებზე თავდასხმაში. ვაშინგტონმა უარყო, რომ ირანულმა ძალებმა ამერიკულ გემებზე თავდასხმა ან სროლა განახორციელეს. ირანის შიდა ნარატივისთვის ეს ვერსია გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ ისინი მამაცები არიან, ხოლო ვაშინგტონისთვის ეს აჩვენებს რეჟიმის სასოწარკვეთილებას, რადგან მათი საზღვაო მარშრუტი კონტროლდება, იბლოკება და საჯაროდ გამოდის. კრიზისი ასევე გავლენას ახდენს მოლაპარაკებებზე. ირანთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები შეეჩერებულია, ან პროგრესი არ არის მას შემდეგ, რაც ამერიკამ ზღვაში იმოქმედა და ისრაელმა ლიბანში გადაადგილება დაიწყო. დონალდ ტრამპი კვლავ ტოვებს შეთანხმების შესაძლებლობას ღიად, მაგრამ ზეწოლას არ ამცირებს. თეთრი სახლი შეჩერებაზე არ მოლაპარაკობს. მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბლოკადის პირობებში, მოქმედი სანქციებით, გემების გაჩერებით და ირანის რეჟიმი ყოველდღიურად გრძნობს წინააღმდეგობის ფასს. პენტაგონი უკვე ზრდიდა რეაგირებას ზღვაში. რამდენიმე დღით ადრე შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა თვითმფრინავმა ომანის ყურეში გემი ლიონ სტარი გააუქმა.
მას შემდეგ რაც 20-ზე მეტი გაფრთხილება უგულებელყვეს ირანის პორტისკენ წასვლის მცდელობისას, რაც ბლოკადის დარღვევას წარმოადგენდა, გემი დაზიანდა მანქანის ოთახში, რათა შეეჩერებინათ მისი მოძრაობა, ისე რომ ეს ქმედება ეკიპაჟის წინააღმდეგ მასიურ თავდასხმად არ ქცეულიყო. ეს დეტალი სტანდარტულ მიდგომას აჩვენებს. ვაშინგტონი ცდილობს შეაჩეროს ნაკადი და არა უკონტროლო საზღვაო ომი დაიწყოს. თუ გემები გაჩერდებიან, შემოსავალი შემცირდება. თუ შემოსავალი შემცირდება, შიდა ზეწოლა გაიზრდება. თუ ჩინეთი იწყებს მეტი ხარჯის გაწევას ამ ნავთობის მისაღებად, მთელი ქსელი უფრო ძვირი და ვირი და რისკიანი ხდება. ოპერაცია MMT დავინას წინააღმდეგ სწორედ ამას აჩვენებს. რეჟიმმა ააშენა მარშრუტი სანქციებისგან თავის დასაღწევად და ტრამპი ამ მარშრუტს სტრატეგიულ სამიზნედ განიხილავს. ისრაელი ამ სურათში სხვა გზით ერთვება. საერთაშორისო რეპორტაჟებმა მიუთითეს, რომ ისრაელის სამხედრო ძალები და დაზვერვის აგენტები აზერბაიჯანში მოქმედებდნენ ირანთან ომის დროს, ირანის საზღვართან ახლოს, დაკვირვებასთან, დრონებთან და ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებულ მისიებში. ეს დეტალი თეირანში ალყის გრძნობას აძლიერებს. ზღვაში შეერთებული შტატები ნავთობის მარშრუტს კეტავს. რეგიონში ისრაელი ამკაცრებს სადაზვერვო საქმიანობას და ამცირებს ოპერაციულ დისტანციას ირანულ სამიზნეებთან. რეჟიმი აცნობიერებს, რომ ზეწოლა მხოლოდ ერთი წერტილიდან აღარ მოდის. ირანის რეაქცია აჩვენებს დისკომფორტს, რადგან MMT დავინა მხოლოდ გემი არ არის, ის მეც წარმოადგენს. ის წარმოადგენს ეკონომიკური გადარჩენის მოდელს, რომელსაც თეირანი იყენებს სანქციების ასარიდებლად. გემები გაურკვეველი დროშით, ალტერნატიული სახელებით, რთულად კვალვადი ტვირთებით და მყიდველებით, რომლებიც მზად არიან რისკზე წასასვლელად, ქმნიან სისტემას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, რადგან ბევრი ერიდებოდა პრობლემის მოგვარებას ღია ზღვაში. სურათების დეტალები უხილავ სანქციას კონკრეტულ სცენად აქცევს. ბევრ ადამიანს მხოლოდ სმენია ბლოკადის, მოჩვენებითი ფლოტისა და არალეგალური ვაჭრობის შესახებ, მაგრამ არ ხედავს, როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში. მიდგომა აჩვენებს იმ მომენტს, როდესაც პოლიტიკა ქმედებად იქცევა. ჰელიკოპტერები ჰაერში, სამხედროები დეგზე ჩამოდიან და სანქცირებული ხომალდი მოწვდება ახლო აღმოსავლეთის შორეულ წყლებში. სანქცია ქაღალდიდან რეალობაში გადადის და ზღვაში ჩნდება. ირანის რეჟიმს შეუძლია დაემუქროს კრიზისის გადატანით ინდოეთის ოკეანეში, წითელ ზღვაში, ბაბელ-მანდებში და სელფს ხმელთაშუა ზღვაშიც კი. მაგრამ ეს მუქარაც კი მიუთითებს თეირანის დამოკიდებულებაზე მგრძნობიარე საზღვაო მარშრუტებზე. რაც უფრო მეტად ავრცელებს ირანი კრიზისს, მით უფრო ამართლებს ამერიკული ძალების ყოფნას. რაც უფრო მეტად ემუქრება გემებს, მით უფრო აძლევს საფუძველს ბლოკადის დაწესებას. რაც უფრო მეტად იყენებს ირანი მოჩვენებით ფლოტს, მით უფრო აძლევს საფუძველს შეზღუდვებისთვის. დონალდ ტრამპი იხენებს ამ წინააღმდეგობას ზეწოლით, რომელიც არ საჭიროებს ირანული რიტორიკის ნებართვას. ამიერიდან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, შეაჩერებენ თუ არა MMT დავინას ტვირთს და ექვემდებარებიან თუ არა ახალი კომპანიების სანქციებს და თუ ჩინეთზე პირდაპირი ზეწოლა განხორციელდება ირანული ნავთობის პარალელურ ქსელებში მიღების გამო, მაშინ როცა ისრაელი აგრძელებს სადაზვერვო ოპერაციებს ირანის ტერიტორიასთან ახლოს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.